მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ. ციანდის სკანდალი გრძელდება და ქართულ ოცნებას განადგურებით ემუქრება. მე მგონი უკვე ყველა ხვდება თავად ქოცნებაშიც კი ისე არიან გამწარებულები და ისტერიკაში ჩავარდნილები, რომ ეს მათ იოლად აღარ გაუვათ და ვეღარ მიაფუჩეჩებენ და ვეღარ გადააგორებენ, ასე ვთქვათ. თავადაც ხედავთ ახლა თქვენ ადევნეთ თვალყურს საინფორმაციო საშუალებებს რა ინტენსივობითა და ისტერიული ტონით გამოდიან ქოცები, გამოხავთ რაღაც დაქირავებული ექსპერტები და ყველანაირად ცდილობენ რომ გააპრავონ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას აკრძალული ქიმიური იარაღით ქართველი ერისთვის მოწყობილი გენოციდი. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, მოგიწოდებთ ყველას, პირდაპირ ეს სიტყვა იხმარეთ. ეს არის ბორია როდიონოვის მიერ ქართველებისთვის მოწყობილი ქიმიური გენოციდი. აი ახლა ხან რამდენიმე, რა ვიცი, 1 საათის წინ იყო მგონი კობახიძე გამოვიდა მორიგ ბრიფინგზე წაშლილის სახით და აღიარებითი ჩვენება გააკეთა, ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს მათი მოწყობილი არის. კობახიძე უბედურმა ამ ბორიას ჯიბის პუდელმა თქვა, რომ გომელაური ქიმიკოსი არ არისო, მას საიდან უნდა სცოდნოდა რა იყო იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობებში და რა შხამი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, ასე რომ ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგესო. გესმით? ჩვენო, კიო, ჩვენ გამოვიყენეთ ის შხამიო, მაგრამ ეს ჩვენი ნაყიდი კი არ იყო, ვანო მიყიდაო და შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობებში იყო. აღიარა იმბეცილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ კი მათ გამოიყენეს ის იარაღი, რომელიც თურმე ვანო მერაბიშვილმა იყიდა 2007 თუ 2009 წლებში. ანუ 20 წლის წინ ნაყიდი, ვითომ იდო შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობებში ეს ქიმიური საწამლავი და ვანო რახან ისა რა ქვია, ვახტანგ გომელაური დაბადებიდან დებილი არის, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრად მაინც ამუშავეს წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ბიძნეევანიშვილის ერთგული იყო. რა ქიმიკოსი იყო, საიდან უნდა სწონდა ვანო მერაბიშვილმა რა იყიდაო იქ, რა ქვია, 2007 და 2009 წლებშიო. აიღო დასტაცა ხელი და გამოიყენაო რა. ჩვენი რა ბრალია, ვანო მერაბიშვილის ბრალი არის. აი ამაზე მეტი აღიარებითი ჩვენება რა არის? მეგობრებო, გამოთქვით თქვენი არ თქვენც ხო ნახეთ რა, ვინც არ ნახა, ჩემს კედელზე დევს ეს ყველაფერი. კობახიძის ციტატა არის ეს, ჩემი კი არ არის ინტერპრეტაცია. კობახიძის ციტატა ოფიციალურ ბრიფინგზე, რომელიც მან ჟურნალისტებს განუცხადა. არ არის ახლა გომბელაური ქიმიკოსი და მან საიდან უნდა იცოდა ეს რაიდო შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობებშიო. ანუ გამოიყენეს ქიმიური აკრძალული იარაღი ბრომობენზოლციანიდი, ციანიდის ჯგუფის ეს წერია, რა ქვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც BBC-მ გამოაქვეყნა, გამოჟონილი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მიერ გატანილი. და პლუს ამას ახლა იმაზე ლაპარაკობენ, რომ ეს ისეთი ნივთიერებაა, წყალში არ იხსნებაო. ანუ თან უარყოფენ, გესმით? რომ ამ ციანიდის ჯგუფის ქიმიური შხამი გამოიყენას. თან იმას სამტკიცებენ, რომ ესო წყალში არ იხსნებაო და როგორ შეურევდნენ იმაში, როკე წყლიჭავშიო. წყალში რო არ იხსნება, იმიტომ დაამატეს ზეთის ტრიკლორ ეთანოლი. კანცეროგენი. სწორედ ეს არის იმისთვის მოწოდებული, რომ წყალში გახსნას ასეთი ნივთიერებები. აი ამიტომ გამოიყენეს. და ესეც წერია იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც BBC-მ მოიპოვა. ანუ შხამი, ციანიდის შხამი, რომელიც წყალში არ იხსნება, გააზავეს სპეციალურად ამისთვის არსებული კანცეროგენით, ტრიკლორეთანოლით, რომელიც იწვევს კიბოს, კანცეროგენია, კიბოს იწვევს. ეს სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება, რომ გახსნას წყალში რაღაც უბედურებები.
აი ეს არის ორი ნივთიერება, რომელიც ცნობილია, ხო, უკვე. და რომელიც ფაქტობრივად რომლის გამოყენებაც კობახიძემ აღიარა, ხო? ვანო მერაბიშვილმა იყიდა თურმე 2007 თუ 2008 წლებში და ახლა გომელაურს საიდან უნდა სწოდნოდა რას იყენებდაო, ხალხის წინააღმდეგო. გავრცელეთ ეს ვიდეო ბერმა ადამიანმა ნახოს, დაწერეთ თქვენი კომენტარები. აი ეს არის ამას ლაპარაკობ ხა ზოგს გონია რომ რაღაც გადამეტებული ის არის, საქმე ემოცია, არავითარი ემოცია არ არის. პირდაპირ მნიშვნელობით არის ქიმიური გენოციდი, ხო? და ჩვენ ხომ არ ვიცი ჯერ რამდენი ადამიანი მოკვდა, რამდენიმე ადამიანი აღმოაჩინეს ახალგაზრდები, რომლებიც ამ 10 დღიანი განუწყვეტელი ქიმიური აქვია ჯოჯოხეთის შედეგად რუსთაველის გამზ ყოფილი დემონსტრანტები, რომლებიც მალე გარდაიცვლნენ, ხო? ახალგაზრდა ხალხი ანევრიზმებით მოკვდნენ. რამდენიმე გვარი ცნობილი არის უკვე. და ჩვენ ხომ არ ვიცით კიდევ სხვები რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ უბედურების შესხურების შემდეგ თვეების განმავლობაში, რომელი ახლა ექსპერტიზები ჩაუტარდეს. გასკდა ეგ ამბავიც, რომ ექიმები არ იღებდნენ პაციენტებს, აქვია მოწამვლის დიაგნოზით. იმიტომ რომ სპეციალური ბრძანება იყო გაცემული. დაზარალებულები ყვებია, რომ ექიმები არ ხსნიდნენ საექიმო საქმეს. რომ ეუნებოდნენ ახლა ეს შოკით არის გამოწვეული, არ დასტურდება რაღაცეები აქვია მოწამვლით არის და ცილებდნენ თავს ადამიანებს, რომლებიც მიდიოდნენ საშველად ამ უმძიმესი ქიმიური მოწამვლის შემდეგ. და ახლა ხო ეგეც ნახეთ მე მგონი ყველამ რომ ადამიანები დღესაც უჩივიანო ცხვირიდან ზდით ჯერ კიდევ სისხლი. 1 წლის წინანდელი მოწამვლის შედეგად და მიდის ახლა ღლიცინი რომ აი ვეღაცამ ტელევიზორში თქვა რომ ჩემს რა ქვია თუთიყუშ გაცვიდა ბუმბულიო. კი? ბუმბული რო გაცვიდა და ფეხები რო არ გაჭი მარგი კვირტაცო? ეს არის უმძიმესი ქიმიური იარაღი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება გარემოში. ეს არ არის ჩვეულებრივი ბანალური ცრემლსადენი გაზი, რომელიც ავიც მე მგონი საქართველოში ყველას უყნოსია და გადაუტანია ამ ჩვენი უბედური ისტორიის განმავლობაში, ხო? ცრემლსადენი გაზი, ეგრეთ წოდებული ციცაკის, რა ქვია, ცრემლსადენი გაზი ერთი ამდენიმე წუთის შემდეგ უკვე აღარ გძნობ იმის არსებობას. მოგწამოგივა ცრემლი და მორჭა. და ეს ხალხი კვირეებისა, თვეების და აგერ წლის განმავლობაში ანადგურებს ადამიანებს. წნევებით, რა ვიცი, სისხლის დენით და 1000 უბედურობით. ზოგმა მხედველობა დაკარგა, ზოგმა, რა ვიცი, გულის დაავადება შეიძინა, ახლა ღვიძლებში და თირკმელებში რა ხდება, ხო წარმოგიდგენიათ ახლა, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ახლა ის ხალხი, რომელსაც აქვს კულტურა სამედიცინო შემოწმებისა გეგმიურად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ხო? აგერ გუშინაც თქვი მიშა დვალიშვილმა, მიშა რამიშვილმა, ცნობილმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ დარბევების შედეგად ახლახან ჩატარებული გამოკვლევით თირკმელში აღმოუჩინეს სიმსივნური კვანძი. ქიმიური მოწამვლის შედეგად ის ამბობს, რომ კიბო აღმოუჩინეს თირკმელში. აი ესეთი ამბავია. და ყველაზე ამაზრზე ნიკიდე ვიცით რა არის, რომ ეს ექიმები რო გამოყავთ ახლა ამ კოცებს. ექიმები გამოყავთ, ექიმი რომელიც რა ვიცი თავისი არსით მოწოდებით უნდა იყოს ადამიანების, რა ვიცი, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში. გამოყავთ ექიმები ეს ლევან რატიანი, ეს არაკაცი, ეს რა ვიცი, ჩმო. და ამართლებს იმას, რომ არაფერი დარბევა ისეთი არ ყოფილა, არაფერი მოწამვლა არ ყოფილაო. ეს BBC-ს პოლიტიკური ის არის, რომ შენ ექიმი რო ხარ, ჯერ მიდი რა ექიმიური საექიმო ის იცი ლევან რამიშვილის რატიანო რა ნივთიერებები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ შარშანდელი დარბევების დროს. იცი, აი გეკითხები, ახლა საჯაროდ და ყველა ექიმს ვეკითხები. ვინმე მიცის? არ იცის არავინ, იცი რატო არ იცის? რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე არ აქვს გამოცხადებული რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა შარშან აქციების დაშლისას. დაუმალა ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმებს, რომ მათ არ აღმოეჩინათ ის შხამი,
რითაც რომლის მეშვეობითაც და რომლის დიაგნოზითაც უნდა ემკურნალოთ მე გაწირეს დაზარალებული, იმიტომ რომ ექიმებს არ უთხრეს რაზე უნდა ემკურნალათ. რა მოწამვლის, რა სახეობის მოწამვლის შედეგები უნდა აღმოეფხვრათ ექიმებს. დაუმალეს. და ეს არაკაცი ლევან რატიანი და კიდევ რაღაც ქალები გამოაგორეს, რა ვიცი. პირდაპირ აცხადებენ, არაფერი მოწამვლა არ ყოფილა, აბა სად იყო მომართვიანობაო იმაშიო. სტაციონარებშიო. რა ვიცი, ათობით ადამიანი რო გადაყავდათ სასწრაფო დახმარებებით, ისინი სად წავიდნენ? ქუჩაში ყრიდნენ იმათ თუ მიყავდათ კლინიკებში. იქ არ არსებობს არავითარი კვალი? თუ ყველა არც ერთისთვის არ გაგიხსნიათ საექიმო საქმე, ანკეტა ეგრეთ წოდებული. არ გაგიხსნიათ, იმიტომ რომ დაზარალებულები ამბობდნენ, რომ არ გვიხსნიდნენ ანკეტებსო. და გვეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ ნერვული შოკის ბრალი არის, თქვენი მძიმე მდგომარეობა, სისხლები რო ზდიოდათ ადამიანებს და რწყევით ყვდებოდნენ, ცხვირიდან სისხლი და რწყევით. ეს თურმე ნერვული შოკის ბრალი იყო, იმიტომ რომ აღელვებულები იყვნენ. და კიდე გამოაგორეს ეს ბიომასა მაია ნიკოლაიშვილი, ეგრეთ წოდებული ექსპერტი, აი ეს სააკაშვილის რეჟიმის დროს ნასეტკარო იყო და 9 ადამიანი რო დააპატიმრებინა ვითომ სახელმწიფო განატრიალებისთვის. ხო გახსოვთ? დააბეზღა და 9 წლით 9 ადამიანი ჩასვა ციხეში ამ ნასეტკამ. ეხლა არის ქოცების ექსპერტი და იღებს მილიონიან ტენდერებს ვითომ საექსპერტო მომსახურებაში და ეს გამოდის და აცხადებს არავითარი ის ქიმიური იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. იცი შეისწავლე ბიომასა ნასეტკა დამბეზღებელო მაია ნიკოლაიშვილო შეისწავლე ეს საკითხი იცი რა ნივთიერებები გამოიყენეს არ იცი არ შენ იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოცხალი თავით არ ამბობს მას რა გამოიყენეს არ და ყველაზე მარტივი ახლა ხო ეს ამაზრზენი ხალხი გასაგები ექიმები კი ჯალათები არიან უმარტივესი რაღაცა ხალხო რა ვიცი რა თუ და ამას დიდი ავიც განსწავლულობა ან ქიმიკოსობა ან ინფექციონისტობა რაღაც 5 დღე გავიდა ხო BBC სკანდალის გასკდომიდან ხო გავიდა მთელი მსოფლიო ყურებზე დგას და ითხოვს გამოძიებას დღემდე არ გამოსულა არც კობახიძე არც შინაგან საქმეთა მინისტრი არც არავინ ამ ქოც ბანდის წარმომადგენელი რომ მეთქვა არა ძმაო იტყუებით თქვენ არავითარი აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა აი დოკუმენტი სადაც წერია რა გამოვიყენეთ შარშანდელი აქციების დაშლისას და მორჩა რატო არ აკეთებენ ამას ხო არიან მართლები და ხო არ გამოუყენებიათ ომშიც კი აკრძალული საერთაშორისო კონვენციებით ქიმიური იარაღი მომაკოდინებელი და კიბოს გამჩენი და 1000 უბედურების მაპროვოცირებელი რატო არ აკეთებენ ამას რატო არ გამოაქვთ თავიანთი ხო აქვთ ახლა შინაგან აწესით ვალდებულება აქვს რომ რას იყენებ აქციების დასლისას უნდა იყოს დოკუმენტი შედგენილი ხელმოწერილი მინისტრის მიერ მაშინდელი მინისტრი იყო ეს ვახტანგ გომელაური გამოვიდნენ და გვაჩვენონ ეს დოკუმენტი აი მე გამოვიყენე ეს და ეს არის ლეგალური ქიმიური ნაერთები რომელთაც იშლება მთელ მსოფლიოში რა ქვია დემონსტრაციები არ აკეთებენ ამას და ამაზე მეტი დადასტურება რაღა გინდათ კიდევ ყველაზე მთავარი რომ გამოიყენეს სასიკვდილო იარაღი ქიმიური მომწამლელი იარაღი გამოიყენეს იმიტომ არ აცხადებენ რა უნდა ამას ახლა 2 წუთი უნდა დაარტყა კომპიუტერს ღილაკში თითი და ამოგიგდებს ამ დარბევისას რა ნივთიერება გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მალავენ ამას ვერ იმართლებენ თავს იმიტომ არ არიან მართლები და მართალია ის რასაც მათ ბრალდებად უყენებს უკვე მთელი მსოფლიო აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს გამანადგურებელი რომლის შედეგებით ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით იმიტომ რომ ეს 10,000-ობით ადამიანმა გადაიტანა თავის თავზე და რა უმძიმესი კლინიკური გამოვლინება აქვთ მათ ჯერ კიდევ ჩვენ არ ვიცით იმიტომ რომ დახურულია ყველაფერი და ვინც რაღაცას ამბობს საკუთარი ენით ეგ არის მხოლოდ
აი ამის თქმა მინდა გაავრცელეთ კიდევ ერთხელ მოგიწოდებ და გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარებში. რამეს ვამეტებ? არ არის ეს ქიმიური იარაღით მასობრივი მოწამვლა ადამიანების? არ უნდა წარსდგეს ეს ბანდა ბორია ივანიშვილის თამადობით ჰააგის ტრიბუნალზე? ეს კოც ბანდა, რომელმაც რა ვიცი, ხალხი დაწამლა მასობრივად და გაწირა კიდევ უამრავი ადამიანი იმისათვის, რომ ექიმებს არ ემკურნალათ, სწორი დიაგნოზი არ დაესვათ ამ დაზარალებულებისათვის. და ექიმი საიდან დასვავდა სწორ დიაგნოზს, თუ მან არ იცის რითი არის მოწამლული პაციენტი. ეს ხო უმარტივესი არის. და იმ მომწამლელი ნივთიერებების რაობას ერთი წლის შემდეგაც კი არ ამჟღავნებს კოც ბანდა. წერტილი როგორც იტყვიან. მორჩა, ეს არის უკვე დიაგნოზი. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ისეთი მომწამლელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის გამჟღავნება ცოცხალი თავით არ სურს და არც ის არის შემთხვევითი, რომ უკვე რუსეთი გადავიდა ამათ დაცვაზე. დღეს გავრცელდა რაღაც რუსეთის ურდოს ეს ინგლისურენოვანი ტელევიზია რომ აქვს მარგარიტა სიმონიანს Russia Today გეცოდინებათ იმან მოამზადა დიდი რეპორტაჟი როგორ რა ქვია შეუთხზა და დაცილი დასწამა BBC-მ საქართველოს უკეთილშობილეს ხელისუფლებას და რესპონდენტად გამოიყვანეს დიდი ექსპერტი ჯონდი ბაღათურია რომელიც ამბობდა აპაპაპაპა არავითარ რას ლაპარაკობთ კაც BBC ცრუობს გლობალური ომის პარტიამ მოუწყო პროვოკაცია ქართულ ოცნებასო ეს ჯონდი ბაღათურია სტაჟიანი კგბ-შნიკი პუტანა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული და ეროვნული დემოკრატიული პარტიის რიგებში რო იყო და ზიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობაში თავის პარტიანად მონაწილეობდა. ეს რუსეთის შნირი, ეს ვეტერანი კგბ-შნიკი. როგორი უბადრუკი უნდა იყო ჯონდი ბაღათურიას დასაცავი რო გახდები. საკოცეთო. როგორი უბადრუკები ხართ თქვენ საცოდავებო მართლა. უბადრუკობა იქეთ იყოს ბოროტები ხართ და სატანები ხართ. თქვენი მთავარი სატანისტი ბორია ივანიშვილის თამადობით, რომელმაც გაწირა საქართველო და ქართველიერი. ესე როგორც ძულს ამ გვარგადაკეთებულ ივანაშვილს ქართველი ხალხი რო ესეთი რაღაცეები ჩაუტარა ამ მთელი ამ წლების განმავლობაში. დამპყრობელივით რომ ექცევა საქართველოს, ხო გაძარცვა. აი კუდის რიკამდე ხო გაძარცვა საქართველო. ყველა ბიზნესი ხო მოიგდო. ეხლა არაბულ სოფლებს, ქალაქებს უпроსტად აშენებს. ორს კწანისის წყეპარკში და გონიოში, სადაც 16000 ბინა უნდა გაყიდოს და 100000-მდე არაბი უნდა ჩამოათესლოს და პლუს ამას ისანში გაბრიელ ბელისაროსის ქუჩაზე მისმა ფონდმა ქართუმ, ვინც არის ის, გაყიდა 50000 კვადრატული მეტრი კუთვნილი მისი არაბულ კომპანიაზე და იქ 16 ცალი 55 მეტრიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ანუ კიდევ ერთი არაბული ქალაქი უნდა აშენდეს არაბული კომპანიის მიერ ბიძინა ივანიშვილის ვერ გამძღარი მუცლის გასაძღომად თბილისის ცენტრში, ისანში, გაბრიელ ბელისაროსის ქუჩაზე. ეს დოკუმენტებით არის, მეგობრებო. ეს ჭორები არ გამიგონია მე იმაზე, რა ქვია, წყაროზე. საჯარო რეესტრის ამონაწერით არის და გავრცელებული არის სრულიად მედიაში. ოფიციალური დოკუმენტებით გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა არაბულ კომპანიაზე ახლახანს 50000 კვადრატული მეტრი და პროექტიც არის ცნობილი, როგორ უნდა ააშენონ იქ 16 ცალი კორპუსი 55 მეტრიანი უზარმაზარი. ანუ მთელი ათასობით მოსახლე იქნება იქ კიდევ ახალი ქალაქი რა კიდევ ერთხელ. აი ამ ხალხს, აი ამ ჯოკს უпроსტად, აი ამ ბანდას ხარს უჭერენ ადამიანის სახე დაკარგული კოცები, რომლებიც აი ქალები განსაკუთრებით, ხაი დედა რო ქვია და ქალი რო ქვია, ხო, რაღაც ელემენტარული ემპათია, რა ვიცი, სიბრალული ხო უნდა კონდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ესე სასტიკად, ესენი ღლიცინებენ, კაცო. ღლიცინებენ ეს დედაკაცები, ეს ავადმყოფები, ეს პათოლოგები. ეს არაქალები. გუშინ იყო ინგა გრიგოლიას გადაცემაში გამოვიდა ბიჭი ალექსანდრე თირქია. კაც რომელსაც სახეში ესროლეს ახლო მანძილიდან ამ სპეცრაზმელებმა, ხარებას ბანდის სპეცრაზმელებმა სახეში ესროლეს
მომწამლავი აირის კაფსულა თავის ქალა ახადეს. აი 7 დღე რო იყო კომაში, ის ალექსანდრე თირქია. გამოვიდა ინგაგიგოლიას გადაცემაში, ავიც ღირსეულად ყოველგვარი გავეშების და იმის გარეშე, აი კეთილშობილი ადამიანი რო იქნება. პატარა ბიჭია რა. და შავი სათვალე ეკეთა, იმიტომ რომ გასაგებია თავის ქალა ახადეს და უჭირს აქვია სინათლეზე და თვალების პრობლემა აქვს და ცალი თვალი არ აქვს კარგად მდგომარეობაში, მოკლედ ასე თქვა და კიდევ არაერთი ოპერაცია სჭირდება. ეს ვიდეო აიღო აქვია შალვა რამიშვილმა ამ საკუთარი შვილების მიერ უარყოფილმა საკუთარმა შვილებმაც კი უარყვეს, ესეთი ნაძრალაა და არამზადა. შალვა რამიშვილი საჯაროდ უარყვეს საკუთარმა შვილებმა. ეს ხო იცით? და მისმა ორმა კვერცხმა 2013 წლის 17 მაისის გეი პარადის ერთ-ერთი ორგანიზატორები რო იყვნენ, ეს ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი. ეგეც ხო იცით? ფოტოები არსებობს და მეც მიდევს არაერთხელ. როგორ მოახდინეს ვერშემდგარი გეი პარადიდან ყვითელი ავტობუსით რომ გააქციეს ბაჩო და გური ჩანან აშკარად. და რა აშკარად ხარ? თავად თბილისი პრაიდმა გამოუქვეყნე ეს ფოტო. რომ ჩვენი აქტივისტები იყვნენ, აი ახლა რომ გაქოცდნენო. და ეს არაკაცები დასცინოდნენ ამ ბიჭს იმის თქმა მინდა რა. შავი სათვალე რო უკეთია სტუდიაში რა. ის არის რა ქვია, როკსტარი არისო, როკვარსკლავი არისო, რა მარიაჟობა. კაცი არის ნახევარ სიცოცხლე წართმეული. თავის ქალა ახდილი, 7 დღე კომაში რო იყო და ღვთისასწაულით გადარჩა, ხო? და ამას დასცინიან ეს არაკაცები ესენი. შავი სათვალის გამო. ამიტომაც ვამბობ რა ახლა. კოცი არის ბიომასა, გენეტიკური ნაგავი, ქალიან კაციანად. ეს არის გენეტიკური ნაგავი. აი მთლე, რავი, ქაქი, რომელიც ყველა ერშია რა. და მარტივად ვიკითხე რა, აი ერთ კომენტარში და პოსტში დავწერე მე. ქალებო, დედებო, აი ამ თავის ქალა ახდილ ბავშვს, მისი სურათიც დავდე, როგორ აქვს თავის ქალა ახდილი სხვათა შორის. რომ დასცინით. რატომ დასცინით? გინდათ რომ თქვენი შვილები იმავე მდგომარეობაში იხილოთ? იმიტომ რომ ეს კოც ბანდა, ეს კოც რუსული დიქტატურა აკოთებული, რუსული ბოსელი თუ დარჩა ხელისუფლებაში, თქვენი შვილების დიდი ალბათობით ასეთ უბედურებ დღეში მოექცევიან. და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თქვენ ტრაქსულ ვაკავთ თუ არა, ბიძინა ივანიშვილს. დიქტატურა სულ ცალფერზე კიდია, აგერ აქვია, ღარიბაშვილზე უკეთესი მინეტჩიცა ვინ ყავდა ბიძინა ივანიშვილს და ერთგული. მაგრამ გაწირა ხო, მიაგდო კუთხეში და შეაწმინდა ფეხები მთელი ქვეყნის თვალდასანახად, ხო? იმიტომ რომ ესე არის დიქტატურა. კიდია. ბიძინა ივანიშვილი ყველას გაწირავს და მათ შორის გაწირავს ამ იმბეცილ კობახიძესაც. მაგას შეაწმენდავს ფეხებს და ხელებს. როგორც წინა პრემიერებს. მაგაზე არანაკლებ ვაშკაცი ბიჭები იყვნენ, ეს საერთოდ ქალაჩუნაა, ხო? ეს კობახიძე. შიშარანი უნიფხო ისა რა ქვია. ნატაშკა. შეაწმინდავს ფეხებს და ხელებს. და იტყვის ეს დეგენერატია, მე რაშუაში ვარ, ამან გააკეთა ყველაფერიო. გაწირავს. როგორც გაწირა ღარიბაშვილი, როგორც გაწირა გახარია და რა ვიცი, ვინ აღარ გაწირა, ხო? ამა არა ადამიანმა, სატანის მოციქულმა, ბორია ივანიშვილმა, როდიონოვმა, რომელმაც ქიმიური გენოციდი მოუწყო ქართულ ხალხს. გაავრცელეთ. მეგობრებო, ეს ვიდეო გააზიარეთ და გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარებში. გამოთქვით თქვენი აზრი. მეტი რაღა უნდა მოხდეს ახლა ვერ გავიგე. ქიმიური გენოციდი მოუწყო ქართულ ერს და რა უმძიმესი შედეგები ექნება ამას კიდე იმ ადამიანების 10,000-ობით ადამიანი ჯანმრთელობაზე, რომლებმაც იქ ცალკე კანცეროგენი კიბოს გამომწევი იყნოს ეს. ცალკე კიდე ეს, რა ვიცი, ქიმიური იარაღი, რომელიც შინაგან ორგანოებს ანადგურებს და წვავს. და იმის თქმაც არ უნდათ რა გამოიყენეს აქციების დარბევისას. დღემდე ჩუმად არიან და ვერ ბედავენ, თქვან, აი მე გამოვიყენე ეს და ეს.
ხომართივი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ შხამი აქვს გამოყენებული და მოწამლეს ხალხს. გენოციდი მოუწყეს და იმსახურებენ და მიიღებენ კიდევაც ჰააგის ტრიბუნალზე დაჯდომას. მთელი ბანდა, მთელი ეს ფაშისტური კოცბანდა. ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისგებლობას. ვერც ექიმი, ვერც, რა ვიცი, პროპაგანდონი ჟურნალისტები და ვერც ვერავინ. ყველანი დაიჯებით სამაგალითოდ, აი, როგორც ნიურნბერგის პროცესზე დაისაჯა მთელი ჰიტლერული ნაცისტური ხროვა. ჟურნალისტებიც კი დაისაჯდნენ იქ, იმიტომ რომ ამ ნაცისტური ხროვის პროპაგანდას ეწეოდნენ და ამართლებდნენ ადამიანების მასობრივ განადგურებას. და ეს იცოდეთ, ეს მოხდება აუცილებლად. მოხდება. იმიტომაც ხართ ასეთ ისტერიკაში, რომ იცით რა უდიდესი დანაშაული ჩაიდინეთ, არა მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, არამედ უკვე ამას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული ქვია. ამისთვის არის შექმნილი ჰააგის ტრიბუნალი. თქვენის თანებისთვის, კოცებო. თქვენის თანებისთვის და მალე მოგივათ ეგ დრო. უფალი თქვენსკენ. ხვალ არის დანიშნული დიდი მარში უნივერსიტეტთან გამობრძანდეს ყველა და გამოხატოს პროტესტი. მარშით მაინც ჩაიერეთ თუ იმის თავი არ ეკავთ, რომ რაღაც პროტესტი გამოხდქვათ, როგორ გიკლავენ შვილებს და როგორ გინადგურებენ სამშობლოს. ფარავდეთ უფალი, გაავრცელეთ ეს ვიდეო. იხარეთ და იმრავლეთ.